სოხუმის კონსტანტინე გამსახურდია სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სითვის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ზურაბ კანდელაკის სპექტაკლის მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის პრემიერა გაიმართა. პიესა აფხაზეთიდან დევნილ მსახიობებზეა, რომლებიც ერთმანეთს გადაცემის გადაღების დროს ხვდებიან. იხსენებენ სოხუმის თეატრის განუმეორებელ ატმოსფეროს და სევდით, იუმორითა და ტრაგიზმით ახსავსე საკუთარ ისტორიებს ყვებიან. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე საქართველოში 15 ქვეყნის თეატრალური დასი იმყოფება, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში სოხუმისა და თუმანიშვილის თეატრებში ორკაციან სპექტაკლებს დუოდრამებს წარმოადგენენ. კონკურს სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულები 6 აპრილს სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან. საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო. მოხარული ვარ, რომ საქართველო მასპინძლობს CTFI საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი დუოდრამა მოსასმენი თამაში მაყურებლისათვის, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობაზეა შექმნილი. მისასალმებელია მსგავსი შესაძლებლობების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოთ როგორც ხელოვანთა პროფესიულ განვითარებას, ისე კულტურული მემკვიდრეობის გაძლიერებას. გულში მოსახვედრი პიესა იყო, ჩვენ რო წავიკითხეთ, ბატონ ზურაბს დაწერილია. ეს ეხება აფხაზეთს, ეს ეხება იგატარებულ წლებს. გვინდა რომ აი ამ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც სტარდება, გამოგვეტანა ეს სპექტაკლი, იცით რომ სოხუმის თეატრი სულ საერთაშორისო პროექტებშია ჩართული და ჩვენი თემა ყველას უნდა მივაწყდინოთ და ყველას უნდა გავაგებინოთ. მე პირველი სპექტაკლი ჩემი დავდგი სოხუმში, სოხუმის თეატრში. ეს იყო უცნაური მისი სევიჩი და რატომღაც აეწყო ისეთნაირად, რომ ფაქტობრივად ჯერჯერობით ბოლო სპექტაკლიც მომიწია სოხუმის თეატრში დადგმა. და ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი თეატრი იყო. იქ ყოფი ყველა ადამიანით, ყველა მსახიობით და სულ ჩემ ახსოვებაში არის